პრორუსი ბიზნესმენი და პრორუსული ტელევიზიის მფლობელი გიორგი კანდელაკი პატიმრობიდან 200,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა. კანდელაკი გორში დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და უაქციზო სიგარეტის საქმეზეა ბრალდებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მეარაყიშვილს საქართველოს სასარგებლო ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ეგრეთ წოდებული სასამართლოს ხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. ჟურნალისტებსა და აქტივისტის ოჯახს სასამართლო დარბაზში შესვლის უფლება არ მისცეს. ის მშობლებს არჩვილის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა. დაკავებული ქალი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ტროტუარზე დგომის გამო 9 მოქალაქეს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს. აქტივისტები ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ. ოცნების მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის მიხედვით მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა საფეხმავლო ბილიკზეც ეკრძალებათ და ამის გამო შესაძლებელია მათ 15 დღემდე პატიმრობა დაემუქროს. მოსკოვში აფეთქების შედეგად დაიხოცნენ პოლიციელები, რომლებიც უკრაინელ პატიმრებს აწამებდნენ. წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ აგვისტოს ომში მონაწილე რუსი გენერალი სარვაროვი ააფეთქეს.